დაბა ხუზისტანში მცხოვრები ქართველები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ. სტუმრებს დაწესებულების წარმომადგენლები შეხვდნენ. ვიზიტის ფარგლებში მათ მიმდინარე გამოფენა გაათვალიერეს და ქართულ ხელნაწერ მემკვიდრეობას გაეცნენ. ირანიდან ჩამოსულმა ქართველებმა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს საჩუქრადის დოკუმენტი გადასცეს, რომელიც მათ ვახუშტი ბარათაშვილის შთამომავლობას ადასტურებს. დაბა ხუზისტანიდან ქართველები წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ჩატარებული კონფერენციის ფარგლებში ჩამოვიდნენ. სამეცნიერო შეხვედრები 28-29 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხომა-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით ჩატარდა. შეხვედრების თემა იყო ირანის ქართველები, ისტორია და პერსპექტივები. კონფერენცია საქართველოდან ირანში ქართველთა იძულებით გადასახლების 400 წლის თავს მიეძღვნა. მათ ჩამოიტანეს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს რამდენიმე საგვარეულო წარმომავლობას ვახუშტი ბაგრატიონისგან. შესაბამისად, მათი აქ მოსვლა, ხელნაწერთა ინსტიტუტში აქ მოსვლა, განაპირობა იმად, რომ მათ სურთ თავიანთი წინაპრების მიერ შემონახული მემკვიდრეობის ბაზაზე გაკეთებული დოკუმენტი გადაასცენ ხელნაწერთა ინსტიტუტს. ანუ მათი მიზანია თავიანთი ქართული ფესვების დაბრუნება და მათი მიზანია, რომ მათ საქართველოს გააგებინონ, რომ კიდევ არსებობს სხვა საქართველო. მათ ჩამოიტანეს ჩვენთან სიგელი, რომელზეც ამბობენ, რომ ეს არის ბარათაშვილების სიგელი. ჩვენ გავიცნობთ უფრო დეტალურად შემდეგ გვექნება ამის შესახებ ინფორმაცია. ახლა ისინი ჩვენთან ათვალიერებენ მუდმივ მოქმედ გამოფენას, ეცნობიან ქართულ ძველ ხელნაწერებს და ჩვენგან ვექნებათ მათ გადაეცემათ ჩვენი გამოცემები და ასევე მათგანაც, როგორც ვიცით, სიგელებს გადმოგცემენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს კარგი თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიცოდით ამ ქართველების შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ არ ვიცოდით დიდი ნაწილის შესახებ, რომელიც მოხდნენ პროვინცია ხუზისტანში, რომელიც არის ერატის მოსაზღვრე პროვინცია. ჩვენ ვიცოდით ისტორიული წყაროებიდან, რომ ისინი იქ იყვნენ და დაახლოებით 2 საუკუნე მართავდნენ ამ პროვინციას და მაგრამ იმათთან ურთიერთობა საერთოდ არ არსებობდა იქაურ ქართველებთან და არც საქართველოსთან. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ შევძელით იმათთან ურთიერთობის დამყარებას.